إن الحمد لله نحمده ونستعينه ونستغفره ونعوذ بالله من شرور أنفسنا ومن سيئات أعمالنا من يهده الله فلا مضل له ومن يضلل فلا هادي له وأشهد أن لا إله إلا الله وحده لا شريك له وأشهد أن محمدا عبده ورسوله. ჩვენ გავჩერდით 29 ჰადისზე სამწუხაროდ ჩვენ გაკვეთილზე ჩავწერეთ ეს გაკვეთილი ეს ჰადისი, მაგრამ შემთხვევით წაგვეშალა და მოგვიწევს თავიდან ჩავწეროთ ეს გაკვეთილი, რომ გავაგრძელებთ უკვე თანმიმდევრობით. ალლაჰმა თქვენ ყველას ბარაკა მოგცეთ. 29 ჰადისი ან აბი ზეიდ უსამა ბინ ზეიდin bin Haritha مولى رسول الله صلى الله عليه وسلم وحبه وابن حبه. აბი ზეიდ უსამა bin ზეიდ bin Haritha შუმავალ სალლაჰუ ალეიჰი ვასალამ მოვლა იყო, ანუ იყო ადრე მონა იყო და გაანთავისუფლა შუმავალ სალლაჰუ ალეიჰი ვასალამ. არის მისი საყვარლის ერთ-ერთი უსაყვარლესი ადამიანი და მისი უსაყვარლესი ადამიანის შვილი. რადიალლაჰუ ანჰუმა ყალა, მაგან თქვა: أرسلت بنت النبي صلى الله عليه وسلم إن ابني قد احتضر فاشهدنا. შუმავალ სალლაჰუ ალეიჰი ვასალამ ერთ-ერთმა ქალიშვილმა გამოაგზავნა მასთან ვიღაც ადამიანი, რომ მოვიდეს მასთან, რომ უთხრა მაგას, რომ მისი შვილი არის ძალიან მძიმე მდგომარეობაში. فأرسل يقرأ السلام, გამოაგზავნა ადამიანი, რომელიც სალამი მაგას გადასცა. ويقول, და მაგან თქვა შუმავალ სალლაჰუ ალეიჰი ვასალამ მაგას უპასუხო, რომ გადასცეს მის ქალიშვილს. إن لله ما أخذ, ჭეშმარიტად ალლაჰს ღმერთს ეკუთვნის ის, რაც აიღო. وله ما أعطى, და მას ეკუთვნის ის, რასაც მისცა. وكل شيء عنده بأجل مسمى, და ყველაფერი მაგასთან არის კონკრეტული დროით, ანუ შეზღუდული კონკრეტული დროით. فلتصبر ولتحتسب, მაგიტომ მოითმინოს და მოელოდოს ალლაჰისგან მადლი. فأرسلت إليه تقسم عليه ليأتينها, მაგრამ გამოაგზავნა კიდევ ერთხელ, რომ მოვიდეს მასთან. فقام ومعه سعد بن عبادة, და ადგა შუმავალ სალლაჰუ ალეიჰი ვასალამ და მაგასთან იყო რამოდენიმე ხალხი მოწაფეები, როგორც سعد بن عبادة ومعاذ بن جبل وأبي بن كعب وزيد بن ثابت ورجال, და სხვა მამაკაცები რადიალლაჰუ ანჰუმ, ალლაჰ იყოს მათით კმაყოფილი. فرفع إلى رسول الله صلى الله عليه وسلم السبي, და აიყვანე, ანუ მიაწოდეს ასე თქვათ შუმავალ სალლაჰუ ალეიჰი ვასალამ ის ბავშვი, რომელიც იყო ძალიან ცუდ მდგომარეობაში. فأقعده في حجره ونفسه تقعقع, და ანუ მიიყვანა მის მკერთან ის ბავშვი და იმ ბავშვის, ანუ მისი სული, ანუ სუნთქავდა, ანუ სიკვდილის სუნთქავდა. ففادت عيناه فقال سعد, და შუმავალ სალლაჰუ ალეიჰი ვასალამ თვალები გაივსო თრემლებით და ერთ-ერთმა მოწაფემ საადმა თქვა: يا رسول الله, الله შუმავალო, ما هذا, ეს რა არის? ანუ როცა დაინახა რომ შუმავალ სალლაჰუ ალეიჰი ვასალამ დაიწყო ტირილი, გაუკვირდა და კითხა ეს რა არის? ანუ რატო ტირი ხარ? فقال, და მაგან თქვა: هذه رحمة جعلها الله تعالى في قلوب عباده, ეს არის წყალობა, რომელიც ჩადო ალლაჰმა მის მორჩილების გულებში. وفي رواية, და სხვა რივაიაში არის გადმოცემული, في قلوب من شاء من عباده, ან იმ ხალხის გულებში, ვისაც მოუნდა. وإنما يرحم الله من عباده الرحماء, და შუმავალ სალლაჰუ ალეიჰი ვასალამ თქვა: ჭეშმარიტად ალლაჰი შეიწყალებს იმ ხალხს, ვინც თვითონ არის, ანუ მოწყალე, ანუ სხვა ხალხის მიმართ. متفق عليه, ეს ჰადისი გადმოსცა ბუხარმა და მუსლიმმა. ეხლა კი შეიხ იბნ უსეიმინმა, ალლაჰ იგი შეიწყალოს, იწყებს თავის განმარტებას და ამბობს: قال المؤلف, ავტორმა, ანუ იმამ ნავოვმა თქვა რაჰიმაჰულლაჰუ تعالى, فيما نقله عن أبي زيد أسامة بن زيد بن حارثة, რას მოიყვანა ჰადისი, რომელიც გადმოსცა أبي زيد أسامة بن زيد بن حارثة رضي الله عنهما. وزيد بن حارثة كان مولى لرسول الله صلى الله عليه وسلم, და زيد بن حارثة ეს მოწაფე შუმავალ სალლაჰუ ალეიჰი ვასალამ განთავისუფლა, ანუ იყო ადრე მონა და განთავისუფლა. وكان عبدا, იყო მონა. فأحدته إليه خديجة رضي الله عنها فأعتقه, და ხადიჯა შუმავალ სალლაჰუ ალეიჰი ვასალამ ცოლმა მაგას წააჩუქა, განთავისუფლა. فصار مولا له, და გახდა მისი მოვლა. وكان يقلب بحب رسول الله صلى الله عليه وسلم, და მაგის მერე მას დაარქვეს როგორც ერთ-ერთი საყვარელი ადამიანი შუმავალისთვის სალლაჰუ ალეიჰი ვასალამ, აი ჰაბიბუჰუ. وابنه أيضا حب, და მისი შვილიც, ანუ ის მოვლა, რომელიც იყო, მისი შვილიც ასევე არის საყვარელი ადამიანი შუმავალისთვის სალლაჰუ ალეიჰი ვასალამ. فأسامة حبه وابن حبه, მაგით უსამა არის
საყვარელი ადამიანი შუამავლისთვის სალალლაჰუ ალეიჰი ვასალამი და არის მისი და მისი მამასაც ასევე არის მისთვის საყვარელი. ذكر أن إحدى بنات رسول الله صلى الله عليه وسلم أرسلت إليه رسولا. მაგრამ ახსენა რომ ერთხელ ერთ-ერთმა მამაკაცმა რომ ერთ-ერთი შუამავალი სალალლაჰუ ალეიჰი ვასალამი ქალიშვილმა გამოგზავნა შუამავალთან სალალლაჰუ ალეიჰი ვასალამი მამაკაცი. უნდა გადასცეს რომ მისი შვილი იყო ცუდად. ინა იბნაჰა ყად იჰტუდირა აი ჰადარაჰულ მაუტუ. ანუ რომ სიკვდილი მაგას მოუახლოვდა, მოუვიდა. وأنها تطلب من النبي صلى الله عليه وسلم أن يحضر და რომ ის ითხოვს რომ შუამავალი სალალლაჰუ ალეიჰი ვასალამ მასთან მივიდეს. فبلغ رسول الله صلى الله عليه وسلم فقال له النبي صلى الله عليه وسلم. და როცა მამაკაცმა მოვიდა და გადასცა ეს სიტყვები მისი ქალიშვილის, შუამავა სალალლაჰუ ალეიჰი ვასალამ უთხრა იმ კაცს რომ გადასცეს მის ქალიშვილს ეს ძალიან ოქრო სიტყვები. ინა ლილაჰი მა ახადა. ჭეშმარიტად ალლაჰს ეკუთვნის ის რაც აიღო. ولاه ما أعطى და მას ეკუთვნის ის რასაც მისცა, ანუ რასაც ჩვენ ყველაფერს გვაძლევს. وكل شيء عنده بأجل مسمى და ყველაფერი მასთან არის ან კონკრეტულ დროებამდე. فلتصبر ولتحتسب. მაგითო მოითმინოს და მოელოდოს ალლაჰისგან მადლს. أمر النبي صلى الله عليه وسلم الرجل الذي أرسلته ابنته أن يأمر ابنته هذا الصبي بهذه الكلمات. شما صلى الله عليه وسلم უბრძანა იმ ადამიანს რომ გადასცეს მის ქალიშვილს ეს სიტყვები. فقال ერთ-ერთი იმ სიტყვების ნაწილი რა იყო? فلتصبر. ანუ მოითმინოს. يعني تحبس نفسها عن السخط وتحمل المصيبة. ანუ რომ მისმა ქალიშვილმა მოითმინოს და თავი შეიკავოს იმისგან რომ გამოხატოს რაღაცა, ანუ ასე ვთქვათ, პრეტენზია ღმერთის მიმართ. ولتحتسب და მოელოდოს მადლი ღმერთისგან. აი تحتسب الأجر على الله بصبرها. ანუ თავისი მოთმინებით, ანუ მოვიდა მაგასთან გამოცდა, მისი შვილი კვდება და ასე შემდეგ, და თუ მოითმენს და მოელოდებს ალლაჰის მადლს, ეს გამოცდა, ეს მოთმინება იქნება მისთვის როგორც მადლი. لأن من الناس من يصبر ولا يحتسب. არის ზოგიერთი ხალხი შეიხი იძახის რომ რომელიც ითმენს, მაგრამ არ მოელოდება ალლაჰისგან მადლს. يصبر على المصيبة ولا يتضجر. ის ითმენს, სიტყვაზე ადამიანთან მოვიდა რაღაცა პრობლემა, რაღაცა გამოცდა, სიტყვაზე დაავადება. ის ითმენს, პრობლემა მაგას არ აქვს, მაგრამ არ მოელოდება ამავე დროს მადლს ალლაჰისგან. لكنه ما يؤمل أجرها على الله فيفوته بذلك خير كثير. და როცა ეგეთ ადამიანი მოვიდა მაგასთან გამოცდა, შეიხი იძახის და არ მოელოდება ალლაჰისგან მადლს, მას ეკარგება ძალიან ბევრი ხეირი. لكن إذا صبر واحتسب الأجر على الله. მაგრამ თუ მოითმინა და მაგასთან ერთად ელოდება ადამიანი მადლს ალლაჰისგან, أراد بصبره أن يثيبه الله ويأجره. თავისი მოთმინებით უნდა რომ ალლაჰი მაგას მადლი მისცეს. فهذا هو الاحتساب. მაგას ქვია არაბულ ენაში الاحتساب. ანუ როცა ადამიანი ელოდება მადლს ალლაჰისგან. مرها فلتصبر. უბრძანა მაგას და მოითმინოს. يعني على هذه المصيبة. მოითმინოს ეს უბედურება, ეს გამოცდა. ولتحتسب أجرها على الله عز وجل. და მოელოდეს მადლი, მოელოდოს ალლაჰისგან عز وجل. შუამავალი სალალლაჰუ ალეიჰი ვასალამ სიტყვები ინა ლილაჰი მა ახადა ვა ლაჰუ მა ატა. ჭეშმარიტ ალლაჰს ეკუთვნის ის რაც აიღო და მაგას ეკუთვნის ის რასაც მისცა. هذه جملة عظيمة. ეს არის ძალიან დიდებული წინადადება. إذا كان الشيء كله لله. თუ ყველაფერი ეკუთვნის ღმერთს. إن أخذ منك شيئا فهو ملكه. თუ რაღაცა შენგან აიღო, ეს მას ეკუთვნის, ეს არის მისი კუთვნილება. وإن أعطاك شيئا فهو ملكه. და თუ რაღაცა მოგცა, ეგაც არის მისი კუთვნილება, მას ეკუთვნის. فكيف تسخط إذا أخذ منك ما يملكه هو. და როგორ შემბრაზობ, როცა აიღო ის, რასაც მას ეკუთვნის. عليك إذا أخذ الله منك شيئا محبوبا لك. შენთვის არის აუცილებელი, ან როგორ უნდა მოიქცე, თუ რამე ალლაჰმა აიღო შენგან, რაც არის შენთვის საყვარელი, أن تقول უნდა თქვა هذا لله. ეს ეკუთვნის ალლაჰს. له أن يأخذ ما شاء. მას რასაც უნდა იმას აიღებს. وله أن يعطي ما شاء. და მას რასაც უნდა იმას მოგცემს. ولهذا يسن للإنسان إذا أصيب بمصيبة أن يقول. მაგიტომ ადამიანისთვის არის სუნნათი რომ თქვას, როცა რაღაცა გამოცდა მაგასთან მოდის ხორებაში, ინა ლილაჰი ვა ინა ილაიჰი რაჯიუნ. ჭეშმარიტად ჩვენ ვეკუთვნით ალლაჰს და ჭეშმარიტად მასთან დაუბრუნდებით. يعني ანუ ეს ნიშნავს نحن ملك لله يفعل بنا ما يشاء.
ჩვენ ვეკუთვნით ალლას, ჩვენ ვართ ალლაჰის კუთვნილება და ის ჩვენს მიმართ მოიქცევა ისე, როგორც მას მოუნდება, რაც მოუდგა, რა თქმა უნდა, თავისი სიბრძნით. كذلك ما نحبه إذا أخذه من بين أيدينا فهو له عز وجل له ما أخذ وله ما أعطى. أسف إيس على ჩვენ გვიყვარს თუ აიღო ჩვენგან ეს არის მას ეკუთვნის და მას რასაც უნდა აიღებს და მას რასაც უნდა მოგცემს. حتى الذي يعطيك أنت لا تملكه. და ის რასაც შენ გაძლევს, ანუ შენ მთლიან ჯამში, ანუ მთლიანი პატრონი მაგისი არ ახარ. هو لله ის ეკუთვნის ალლას. ولهذا لا يمكن أن تتصرف بما أعطاك الله إلا على الوجه الذي أذن لك فيه. მაგითო როცა ღმერთმა შენ რაღაცა მოგცა, ალლაჰმა შენ რაღაცას გაძლევს, შენ არ აქვს უფლება რომ გამოიყენო ის რაღაცა ნიფთი იმ გზით, რასაც შენ არ მოგცა მაგის უფლება. როგორც სიტყვაზე მაგალითად ავიღოთ ტელეფონი. ტელეფონი შეიძლება ადამიანი გამოიყენოს კარგ საქმეებში, შეიძლება ცუდ საქმეებში გამოიყენოს. وهذا دليل على أن ملكنا لما يعطينا الله ملك قاصر. მაგეთო ეს იმას ნიშნავს, რომ ის ძალაუფლება, ის უფლება ან კუთვნება, რომელიც გვაქვს ჩვენ, ეს არის შეზღუდული. ما نتصرف فيه تصرفا مطلقا. ჩვენ მთლიან ჯამში მაგის პატრონი არა ვართ. فلو أراد الإنسان أن يتصرف في ماله تصرفا مطلقا على وجه لم يأذن به الشرع قلنا له. და თუ ვიღაც ადამიანს უნდა გამოიყენოს ის რაც ღმერთმა მაგას მისცა იმ გზით, რასაც ისლამი, რასაც შარიათი არ დააწესა, ჩვენ მაგას ვეთქვით. ამსიქ გაჩერდი. لا يمكن ეგრე არ შეიძლება. لأن المال مال الله. იმიტომ ეს ქონება ეკუთვნის ალლას. كما قال سبحانه, როგორც უზენაესმა ალლაჰმა თქვა, وآتوهم من مال الله الذي آتاكم. და მიეცით ალლაჰის ფულიდან, ალლაჰის ქონებისგან ის, რასაც თქვენ მოგცათ. ანუ ზაკათიც, სადაყაც და ასე შემდეგ. ალლაჰმა ჩვენ მოგცა ფული, ვაჯიბია ჩვენ, აუცილებელია ჩვენთვის რა, მუსლიმანებისთვის, გამოვანაწილოთ ზაკათი და დავარიგოთ ღატაკებს და ასე შემდეგ. المال مال الله. ეს ფული ქონება არის მთლიან ჯამში ეკუთვნის ალლას. فلا تتصرف فيه إلا على الوجه الذي أذن لك فيه. მაგითო ნუ გამოიყენებ ამ ფულს გარდა იმ გზით, რასაც შენთვის იყო დაშვებული ალლაჰით. ولهذا قال, მაგითომ შუამამა სალლალლაჰუ ალეიჰი ვასალამ თქვა, لله ما أخذ وله ما أعطى. ჭეშმარიტად ალლას ეკუთვნის ის, რასაც აიღო და მას ეკუთვნის ის, რასაც მისცა. فإذا كان لله ما أخذ. და თუ ალლას ეკუთვნის ის, რასაც აიღო, فكيف نجزع. როგორ ჩვენ გამოხავდავთ პრეტენზიას. كيف نتسخط أن يأخذ المالك ما ملك سبحانه وتعالى. როგორ ჩვენ ბრაზობთ, როცა მეფე ან მე პატრონი ამ ნიფთის აიღო ის, რაც მაგას ეკუთვნის. هذا خلاف المعقول وخلاف المنقول. ეს ეკუთვნის ეს ეწინამდეგება გონებას და ეწინამდეგება ყურანს და სუნნათს. მაგითო მე ხშირად ასე ვიზახი, ჩემ თავსაც ვახსენებ და ასევე ჩემი ძმებისთვის, რომ როცა რაღაცა ჩვენ ყიდულობთ ჩვენ ცხოვრებაში, სიტყვაზე ვიყიდეთ მანქანა, სიტყვაზე სახლი. დოკუმენტები ხო წერია მან მე პატრონი და ასე შემდეგ. ყოველთვის უნდა დავწეროთ მაღლიდან, ნამდვილი მე პატრონები არის ალლაჰი აზზა ვა ჯალა, რომ ხანდახან არ დაგვავიწყდეს. და როცა ჩვენ რაღაცას კარგავთ სიტყვაზე რაღაცა დაიმტვრა, რაღაცა დავკარგეთ ჩვენ ცხოვრებაში, უნდა გვახსოვდეს, რომ ეს ყველაფერი ეკუთვნის ალლას. ასევე საყვარელი ადამიანი, როცა ჩვენ ცხოვრებაში მიდის საყვარელი ადამიანი ჩვენთვის და კიდე ბევრი ჰადისები მოვა ამ თემაზე, რაც ეხება ადამიანის დაკარგვაზე, უნდა გვახსოვდეს, რომ ჩვენ ყველანი ვეკუთვნით ალლას და თუ ღმერთმა დააწესა, რომ ვიღაც ადამიანი წავიდეს, ან მოვიდე მისი დრო, ჩვენ უნდა გავითვალისწინოთ ეს და არ უნდა გამოხატოთ პრეტენზია, იმიტომ რომ ეს არის ღმერთის ნება, რომ ადამიანმა წავიდა ამ ცხოვრებიდან. ვაგრძელებთ. قال მაგან თქვა შუმამლა სალლალლაჰუ ალეიჰი ვასალამ სიტყვები თავის გოგოსთვის, وكل شيء عنده بأجل مسمى. და ყველაფერი არის კონკრეტული დროით, ანუ შეზღუდული დროით. ანუ რასაც ალლაჰმა ჩვენ მოგცა, ჩვენი ცხოვრება რაღაცა ნიფთი შეიძლება იყოს, მაგას აქვს კონკრეტული დრო, რამდენი ხანი იქნება ჩვენთან. كل شيء عنده بمقدار. ყველაფერი ალლაჰთან არის გათვლილი. كما قال الله سبحانه وتعالى في القرآن الكريم, როგორც უზენაესმა ალლაჰმა თქვა ყურანში, وكل شيء عنده بمقدار. ყველაფერი ალლაჰთან არის, გათვლილი. بمقدار في زمانه. გათვლილი თავის დროში, ومكانه თავის ადგილას, وذاته თავის ბუნებით, وصفاته თავის თვისებებით, وكل ما يتعلق به فهو عند الله مقدر. ყველაფერი რაც მაგასთან ეხება, იმასთან რაც ალლაჰმა ჩვენ მოგცა, ყველაფერს აქვს თავისი დრო, თავისი გათვლა. بأجل مسمى, კონკრეტულ დროემდე, აი მუაიან, კონკრეტული.
فإذا أيقنت بهذا أن لله ما أخذ وله ما أعطى أي მნიშვნელოვანი მომენტი და შენ თუ ხარ გულით დარწმუნებული რომ ალლას ეკუთვნის ის რასაც აიღო და ეკუთვნის ის რასაც მოგცა وكل شيء عنده بأجل مسمى და ყველაფერი არის მასთან კონკრეტული დროით اقتنعت შენ დაწნარდები იც რო ის მაგას ეკუთვნის და დაწნარდები وهذا الجملة الأخيرة تعني أن الإنسان لا يمكن أن يغير المكتوبة المؤجلة لا بالتقديم ولا بالتأخير მაგინო ასევე ეს სიტყვები იმას ანიშნებს რომ ადამიანს არ შეუძლია როგორც მაგალითად სიკვდილი ადამიანს არ შეუძლია რომ გადადოს სიკვდილი ან ცოტა ადრე გაკეთოს ან ცოტა გვიან მოკვდეს كما قال الله როგორც უზენაესმა ალლაჰმა თქვა لكل أمة أجل ყველა ხალხს აქვს თავისი დრო إذا جاء أجلهم فلا يستأخرون ساعة მაგას ან თუ მოვიდა ვიღას ხალხთან სიკვდილი მაგას ვერ გადადებენ 1 საათიცაც რომს 1 საათიც იყოს ولا يستقدمون ვერც ადრე ვერ გააკეთებენ რომ მოკვდებიან فإذا كان شيء مقدرا لا يتقدم ولا يتأخر მაგიან თუ არის სიკვდილი როგორც სიკვდილი გათვლილი არც წინ მიდის არც უკან მოდის კონკრეტულ დროით فلا فائدة من الجزع والتسخط არანაირი სასარგებლო არ არის ადამიანისთვის რომ გამოხატოს პრეტენზია لأنه وإن جزعت أو تسخطت لن تغير شيئا من المقدور რომ შენ გამოხატო პრეტენზია უკმაყოფილობა და ასე შემდეგ შენ ვერაფერს ვერ შეცვლი იმისგან რას არის დაწერილი ثم إن رسول أبلغ بنت النبي صلى الله عليه وسلم ما أمره أن يبلغه إياها მერე შუმამა სალლაჰუ ალეიჰი ვასალამა უბზანა იმ მამაკაცს რომ გადასცეს მის ქალიშვილს ولكنها أرسلت إليه تطلب أن يحضر فقام მაგრამ იმ ქალიშვილმა კიდევ ერთხელ გამოგზავნა ადამიანმა და ადგა შუმამა სალლაჰუ ალეიჰი ვასალამა وهو وجماعة من أصحابه أدغا და ასევე რამოდენიმე მოწაფე ხალხისგან მისი მოწაფეებისგან فوصل إليها როცა მივიდა მაგასთან თავის ქალიშვილთან رفع إليه الصبي ونفسه تققع أي تضطرب და როცა მივიდა შუმაული სალლაჰუ ალეიჰი ვასალამა მის ქალიშვილთან მისი ბავშვი ძამძიმით სუნთქავდა ასე ვთქვათ სიკვდილის სუნთქვით და აიყვანა თავის ხელებში فبكى رسول الله صلى الله عليه وسلم ودامت عيناه ტირილი დაიწყო შუმამა სალლაჰუ ალეიჰი ვასალამა და მისი ცრემლები გაივსო ცრემლებით მისი თვალები გაივსო ცრემლებით فقال سعد بن عبادة ერთ-ერთი მოწაფემ وكان معه هو سيد الخزرج და იყო ერთ-ერთი ბატონი იყო ან ტომი იყო ხაზრაჯის ტომი იყო ძალიან დიდი ტომი მათი ბატონი იყო მაგან თქვა მაჰად რა არის ეს შუმავალო زن أن رسول الله صلى الله عليه وسلم بكى جزعا მაგას ეკონა რომ შუმაული სალლაჰუ ალეიჰი ვასალამა ტიროდა უკმაყოფილობით ტიროდა ალლაჰის ყადრის فقال النبي صلى الله عليه وسلم და შუმამა სალლაჰუ ალეიჰი ვასალამა თქვა هذه رحمة ეს არის წყალობა أي بكيت رحمة بالسبي لا جزعا بالمقدور მე ტირილი დავიწყე წყალობით ამ ბავშვზე და არა უკმაყოფილობით ალლაჰის გადაწყვეტილებით. ثم قال عليه الصلاة والسلام და მერე შუმამა სალლაჰუ ალეიჰი ვასალამა თქვა ასევე ეს არის ძალიან ოქრო სიტყვები وإنما يرحم الله من عباده الرحماء ჭეშმარიტად ალლაჰი შეიწყალებს თავისი მორჩილებისგან იმ ადამიანს იმ ხალხს ვინც თვითონ არიან მოწყალენი ადამიანს თუ უნდა რომ ღმერთი იყოს მის მიმართ მოწყალე როგორც ამ დუნიაში ასევე ახერაში თვითონაც უნდა იყოს მოწყალე სხვა ხალხის მიმართ პირველ რიგში რა თქმა უნდა თავის ოჯახის მიმართ და მერე უკვე სხვა ხალხის მიმართ في هذا دليل على أن جواز البكاء رحمة بالمصاب ამაში არის მტკიცებული იმაზე რომ შეიძლება ადამიანი იტიროს როგორც წყალობა იმ ადამიანის მიმართ ვისაც შეიხო რაღაც უბედურობა إذا رأيت مصابا في قلبه في عقله أو بدنه თუ ვიღაც ადამიანი დაინახე რაღაცა მაგას შეიხო მის გონებას ან მის ტანს რაღაცა დაავადება فبكيت رحمة به და შენ დაიწყე ტირილი მისი წყალობით იმ ადამიანის მიმართ فهذا دليل على أن الله تعالى جعل في قلبك رحمة ეს არის იმის მტკიცებულება ღმერთმა ალლაჰმა უზენაესმა ჩადო შენს გულში წყალობა და დღეს რამდენი ხდება შეიძლება ადამიანი ნახო რაღაც ცუდ დღეშია და ადამიანს საერთოდ გრძნობა არ აქვს იმ ადამიანის მიმართ არ შეიწყალებს არც გამოხატავს რაღაცა
უხარების სიტყვებს და ასე შემდეგ, ეს იმას ნიშნავს, რომ რამდენი ჩვენი გულები არის ქვასავით, ანუ გამაგრებული. მაგით ყოველთვის უნდა ვეცადოთ, რომ ჩვენი გულები დავარბილოთ სხვა ხალხის მიმართ. فإذا جعل الله في قلب الإنسان رحمة كان من الرحماء الذين يرحمهم الله عز وجل. და თუ ალლაჰმა ჩადო ვიღაც ადამიანის გულში წყალობა, ანუ შეწყალება სხვა ხალხის მიმართ, ეგეთი ადამიანი იქნება იმ ხალხის მიმართ, ანუ ვის მიმართაც თვითონ ალლაჰ იქნება მოწყალე აღსასრულ დღეს. ნასალალლაჰ ან იარჰამანა ვა iyyakum birahmatihi. უზენაეს ალლაჰს ვთხოვო, შეიგი დუას აკეთეთ ჩვენთვის, რომ შეგვიწყალოს ჩვენ მისი რაჰმათით. ამინ. اللهم آمين. ففي هذا الحديث دليل على وجوب الصبر. أسي أما حديث أريسرا إبس متكسبولبا رم أوصيلبلات أنا جاموخاتوت متمنبا لأن الرسول عليه الصلاة والسلام قال يمترون شموما صلى الله عليه وسلم أدخل تابس جوجسرا فلتصبر ولتحتسب مويتمينوس دا مويلودوس مادلي الله يزغان. وفيه دليل أسي مغاشاريس ريسي متكسبولبا على أن هذه الصيغة من العزاء أفضل الصيغات. روم إس جاموتكما أريس ساوكيتسو جاموتكوا. سؤال دانا شنبيس ميمارت. أفضل من قول بعض الناس أريس أوكيتس فيدري زوجيتي خالقي سيتقبي أعظم الله أجرك غميتي قادي دوشيني مدلي وأحسن عزاءها دشيني سامزيماري أنو ساوكيتسو غاخادوس وغفر لميتك دشيني أنو مقدار أدمياني ანუ აპატიოს. მთიან ჯამში ამაზე მე დავამთავრებ იმას ვიტყვი, რაც შეიხს უნდა თქვა, მას უნდა იმას იძახის, რომ რასაც შუამამა სალლალაჰუ ალეიჰი ვასალამმა თქვა მის სიტყვებში, არის ყველაზე საუკეთესო გზა ჩვენთვის. ხალხი იგონებს ძალიან ბევრ რამეს, რასაც უნდა თქვას ადამიანისთვის, როცა მაგას რაღაცა შეეხო, რაღაც უბედურება და ასე შემდეგ, მაგრამ ეს სიტყვები არის ყველაზე საუკეთესო. როცა ჩვენ ვახსენებთ ადამიანს, რომ ჩვენ ვეკუთვნით ალლაჰს და მას ეკუთვნის ყველაფერი, როგორც ჩვენი თავები, ასევე ის ყველაფერი, რასაც ჩვენ მოგცა და როცა ჩვენ მაგას ვკარგავთ, ეს არის ჩვენთვის, ანუ უფრო წყნარი, უფრო ადვილია ჩვენთვის ეგეთი გამოცდების, ეგეთი სიზნელეების და უბედურებების გავლა, მოთმინებით, მადლით და ასე შემდეგ. ანუ ამ ჰადისში რა ვისწავლეთ ჩვენ? ჩვენ ვისწავლეთ ის, რომ ადამიანი უნდა გამოხატოს მოთმინება, რასაც არ უნდა მოვიდეს, რომს დაკარგოს ყველაზე ახლო ადამიანი მისთვის. რა თქმა უნდა, მისი გოგოსთვის იყო ძალიან მძიმე დაკარგვა თავისი ბავშვის, მაგრამ შუამამა სალლალაჰუ ალეიჰი ვასალამ მაგას უბრძანა რა მოითმინოს და მოელოდოს მადლი ალლაჰისგან თავის მოთმინებით, რომ ანუ არ გაკეთოს, არ მოიქცეს ისე როგორც ზოგიერთი ხალხი იქცევა, როცა ვიღაც საყვარელ ადამიანს კარგავს მის ცხოვრებაში, რას აკეთებს, ანუ ყვირილს იწყებს, ყვირის ღმერთო რატომ და ასე შემდეგ, პრეტენზიას გამოხატავს ღმერთის მიმართ, ეს არის ყველაფერი მიუღებელი ღმერთის წინაშე. და ასევე ადამიანი შეიძლება იყოს მომთმენი, შეიძლება იცის, რომ ეს არის ცხოვრება, ეს არის რეალობა, ეს ცხოვრება არის გამოცდა, ანუ მიიღო თავის გულით, შეიძლება გაიაროს ეს გამოცდა ადვილად, მაგრამ არ მოილოდება მადლს. ასევე ადამიანი უნდა მოილოდოს რა? მადლი უნდა მოილოდოს თავის ცხოვრებაში იმ გამოცდით. როგორც თქვა შეიხმა, ადამიანებს შეიძლება გაიაროს რაღაცა გამოცდა, არ აწუხებს მაგას, მაგრამ არ მოილოდება მადლს. ან შეიძლება ადამიანი გაიაროს გამოცდა მოთმინებით და ასევე იმ ნიათით, რომ ამ მოთმინებით მიიღებს მადლს. ეს არის რა თქმა უნდა უკეთესი. და ასევე მესამე ჩვენ ვისწავლეთ ის, რომ ვინც თუ უნდა ადამიანს ღმერთი იყოს მის მიმართ მოწყალე, თვითონაც უნდა იყოს სხვა ხალხის მიმართ მოწყალე. Allah matkum qolas barakat moqsed, amaz davamsavret inshallah. Assalamu alaykum wa rahmatullahi wa barakatuh. Subhanaka wa bihamdika ashhadu an la ilaha illa anta astaghfiruka wa atubu ilayk.